წიგნების თაროს განვითარება თავის მხრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ ლიტერატურული შოუდან ეს პროექტი იქცა მრავალფეროვან კომპანიად, production-ად, გნებავთ სტუდიად, არ ვიცი რაც კიდე ის უწოდოთ, მაგრამ დღესდღეობით წიგნების თარო ახორციელებს როგორც საპროდუქციო ვიდეო პროექტებს, ასე ვთქვათ, როგორც არის გადაცემა და ვთქვათ ჩვენი ვებ პროექტები YouTube-ისთვის და სხვადასხვა სივრცეებისთვის, ასევე წიგნების თარო ახორციელებს ძალიან ბევრ ფიზიკურ ღონისძიებას, როგორც არის ფიზიკური შეხვედრები რეგიონებში, ლექციები, კონფერენციები, წიგნის ფესტივალები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ რაღაც არ ჩავკეტილიყავით ერთ მოცემულობაში და ჩვენი მიზნის მისაღწევად, რაც არის ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების კონსოლიდაცია, ამის მისაღწევად ნებისმიერი გზა გვეცადა, რომელიც მიგვაჩნდა ხელსაყრელად ამ შემთხვევაში, ამიტომ ჩვენ მოვახერხეთ ესეთი გაფართოება, ასე ვთქვათ, გაშლა ჩვენი საცეცების და წიგნების თარო გადაიქცა მრავალფუნქციურ კომპანიად, რომელიც ბევრ რაღაცას აკეთებს, თუმცა ერთი მთავარი არის შენარჩუნებული მიზანი ამოცანა და ამ ამოცანის განხორციელების გზები. ეს რა თქმა უნდა მოხერხდა იმითი, რომ წიგნების თარო დამოუკიდებელ კომპანია ჩამოყალიბდა, მოხერხდა იმითი, რომ ჩვენ გავიჩინეთ პარტნიორები, ფაქტობრივად ერთგული პარტნიორები და ჩვენი სპონსორები, რომლებიც როგორც ტელეგადაცემას, ისე ჩვენს ღონისძიებებს აქტიურად უჭერენ ხოლმე მხარს. ეს ასევე მოხერხდა აუდიტორიის მხარდაჭერით, იმიტომ რომ წიგნების თაროს დღეს იცნობენ საქართველოს რეგიონებში პატივსცემენ და ამიტომ ჩვენთვის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მარტივია ხოლმე შეიძლება ითქვას რეგიონებში ღონისძიებების ჩატარება, იმიტომ რომ ხალხი ყოველთვის გვეხმარება, მოდის, ინტერესდება ჩვენი აქტივობებით და ამიტომ ასე ვთქვათ გზახსნილი გვაქვს რეგიონებში ღონისძიებების ჩატარებისკენ და მოვახერხეთ იმითი, რომ არც ერთ ეტაპზე არ დავკმაყოფილდით მიღწეულით და მოვინდომეთ, რომ სხვა გზებიც გვეცადა, უფრო თანამედროვე გზებზეც გადავრთულიყავით, თქვა ტელევიზიას დავამატეთ ვები და სოციალური ქსელები, ამას დავამატეთ უშუალო შეხვედრები ახალგაზრდებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი ეს აუდიტორია რომელიც ამ წლების განმავლობაში წიგნების თაროს უყურებს, გადაიქცა ერთგვარ ერთგულ აუდიტორიად და რაღაცა ჩვენს მაყურებლად, რომელიც ჩვენი სხვა ღონისძიებებითაც ინტერესდება. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და მეორე მთავარი მიღწევა არის ზუსტად ეს ახალგაზრდების გარშემო შემოკრება და შენარჩუნება. ეს არის ხოლმე ყველაზე რთული, იმიტომ რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს ეცვლებათ ინტერესები, ხო? ეხლა რაღაც დროს უნდა წიგნების თარო, რაღაც დროს აღარ უნდა, სხვა რაღაცა უნდა, და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც წესი, მიდიან, ბრუნდებიან, ისევ ბრუნდებიან, ჩვენთან არიან მაინც თაროელები, ჩვენ გარშემო არიან, ამას გრძნობთ და ეს არის ყველაზე დიდი ძალა წიგნების თაროსთვის, ეს თაროელების არმია, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე, 1000 კაცს ცდება.